დღევანდელი ვითარება არის დინების მიყოლა. სამასპინძლო ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ტურისტების კონტინგენტის ცვლილება სარესტორნო ბიზნესი მზად ვერ დახვდა, თუ ქართული გასტრონომია ევროპელი ტურისტებისთვის. მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო განსხვავებული მოთხოვნები აქვთ აზიელ ვიზიტორებს, რომლებიც მიმდინარე ტურისტულ სეზონზე დომინირებენ. რამდენად მზად არის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია აზიური ბაზრებიდან სტუმრებს, სათანადო სერვისის შესთავაზოს და კონკრეტულად რა ინტერესები გააჩნიათ მათ საქართველოში მოგზაურობის. ელენე გოგბერაშვილმა მოისმინა შეფასებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს ელენე გისმით. ანუკა პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოსთვის ძირითად ბაზრებს შორის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად ისრაელის შემდეგ ჩინეთიდან და ინდოეთიდან გაიზარდა. აღნიშნული აზიური ბაზრებიდან ტურისტების ნაკადი რაოდენობრივად დიდი არ არის, თუმცა წლიურ ჭრილში პირველ კვარტალში 40%-ზე მეტად არის გაზრდილი ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან, ინდოეთიდან კი ზრდა 28%-მდეა. ბუნებრივი აზიური ბაზრიდან განსხვავებული სეგმენტის ტურისტები ჩამოდის, თუ ევროპელები ქართული გასტრონომიის მიმართ დიდი ინტერესი ჩენენ, პირიქით ხდება აზიელი ტურისტების შემთხვევაში. რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათ მოთხოვნებს სამასპინძლო დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ და მთავარი მიზეზი სწორედ ქართული გასტრონომია. გასტრონომიული ტურიზმის წარმომადგენლების ნაწილი კი თვლის, რომ ბიზნესი ახალ ბაზრებს უნდა მოერგოს, თუმცა არა ქართულ გასტრონომიაში ცვლილებების შედარით. ტურისტი სამწუხაროდ, საბედნიეროდ ჩანაცვლდა ინდოეთის, არაბეთის ქვეყნებიდან, მრავლად ყავს სასიამოვნო არის ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან და ზღვისპირეთი არის ძირითადად ამ ტურისტების რაოდენობით დაკმაყოფილებული, ეს არის ისრაელის ქვეყანა და ის რაც მაგალითად დღესდღეობით ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, სამწუხაროდ ამისთვის სფერო მზად არ არის. ეს არის გასტრონომია. ნახეთ, ჩვენი კულტურა არის ღვინო, ჩვენი კულტურა არის კვების ის რაციონი, რაც აუთენტური არის ქართველებისთვის, რომელზედაც გარკვეულწილად ამ ტურისტების მინიმუმ გემოვნება არ შეესაბამება ჩვენს მიწოდების შესაძლებლობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ მოვერგოთ იმ ბაზრებს, რომლებიც არის ამ შემთხვევაში პოპულარული საქართველოში. არ მგონია რომ რაიმე ცვლილებები არის საჭირო ჩვენს ქმედებაში, რომ მოვერგოთ აზიელ ტურისტს, ვინაიდან ტურისტი ჩამოსული საქართველოში ეძებს ადგილობრივ გემოს. შეიძლება აზიელისთვის რაღაცა ტიპის პროდუქტი უბრალოდ იყოს მიუღებელი და ის უბრალოდ არ მიირთვას აზიელმა, მაგრამ ცვლილება რაიმე ჩვენი ქცევის წესში ან მენიუში ან თვითონ გასტრონომიაში არ განიხილება, იმიტომ ზუსტად ავთენტურობა არის ის, რაც გამოარჩევს საქართველოს, რაც იზიდავს, ასე ვთქვათ, აზიელებს, ევროპელებს ამერიკელებს. ეს შეფასებები გასული კვირის ბოლოს თბილისის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩავწერეთ. შესაძლებლობა გქონდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეც ჩაგვეწერა, რომელსაც ვკითხეთ, რა კონკრეტული ინტერესი გააჩნიათ აზიელ ვიზიტორებს, როგორც ჩანს ისინი არასალაშქრო მიმართულებით ინტერესდებიან, როგორც ევროპელები, არამედ უფრო მოკლებადიან ვიზიტებს და ბუნების ძეგლების მონახულებას არჩევენ. ვაკვირდებით იმ ზრდის დინამიკას, თუ რომელი ქვეყნიდან უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს. მნიშვნელოვანი აზიის ბაზარი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რაოდენობით ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს ინდოეთიდან, ასევე ჩინეთიდან. წელს მაგალითად მეორე ადგილზე ინდოეთია, ასევე ბელარუსი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი არის ის ქვეყნები, რომელიც ტოპ 5 ქვეყანას წარმოადგენს ვიზიტორთა რაოდენობის თვალსაზრისით. თუმცა ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ როგორც ევროპის, ასევე აზიის ბაზრებზე. რამდენად მზად არის სასტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია აზიური ბაზრებიდან სტუმრებს სათანადო სერვისის შესთავაზოს და კონკრეტულად რა ინტერესები გააჩნიათ მათ საქართველოში მოგზაურობისას, მეტ შეფასებას ჩვენი მაყურებელი უკვე საღამოს შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენს. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები გაგვაცნო.